მომდევნო რამოდენიმე წელი შრომის ბაზარს ისე შესრულს, როგორც ბოლო რამოდენიმე ათეული წლის მანძილზე არ მომხდარა. მილიონობით სამუშაო ადგილი დაექვემდებარება ავტომატიზაციას ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანების უმეტესობას წარმოუდგენია. ალბათ უკვე გინახავთ სათაურები Amazon-ის, Google-ის და სხვადასხვა დიდი კომპანიების მასობრივი დათხოვნების ლეიოფების შესახებ. ამას ხშირად ან ხარჯებს შემცირებას, ან რესტრუქტურიზაციას, ან სხვა რაღაცებს ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში ისაა, რომ პარალელურად ეს კომპანიები მილიარდობით დოლარს აბანდებენ ხელოვნურ ინტელექტში, მონაცემთა ცენტრებში და ავტომატიზაციაში. მაგალითად, Salesforce-მა თავისი სტაფის 40% ჩაანაცვლა ხელოვნური ინტელექტით. ეს სათაურები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია იმ დიდი ცვლილებებისა, თუ როგორ შესრულდება საქმე მომავალში. ამიტომ მთავარი კითხვა ის კი არ არის, უნდა ვინერვიულოთ თუ არა იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს. არამედ რა უნდა გავაკეთოთ ახლა, რომ ამ ცვლილებებს შევხვდეთ მომზადებულებით და გავიაროთ ადაპტაცია. ამ ვიდეოში გაგიზიარებთ 4 სტრატეგიას, რომელიც დაგეხმარებათ არა მხოლოდ გადაურჩეთ ამ ხელოვნურ ინტელექტის რევოლუციას, არამედ სხვებთან შედარებით გამარჯვებულების დარჩეთ. სანამ გადავალთ სტრატეგიებზე, პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა ხდება რეალურად კომპანიებში. როგორი სიახლეებით გვხვდება, ხელოვნური ინტელექტი მოვიდა და იკავებს ადამიანების ამსახურებს, მაგრამ ეგრე არ არის რეალურად, ეგ არ შესაბამება სინამდვილეს. რეალურად რაც ხდება, კომპანიებმა ინვესტიციების გადატანა დაიწყეს, ადამიანებიდან AI ინფრასტრუქტურისკენ. ხოლო 2030 წლისთვის ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი მსოფლიო ეკონომიკას დაახლოებით $15 ტრილიონი გაზრდის. ამჟამად არის 90 ტრილიონი მსოფლიოს ეკონომიკა. და თუ ახლა იწყებთ კარიერას და ხართ დამწყები, ყველაზე მეტად შესაძლოა, რომ ეს თქვენ შეგეხოთ, რადგან ეს პირველადი ჯუნიორების სამუშაოები ნელ-ნელა ქრება. რადგან თუ ახლა ჯუნიორი ხართ, შედარებით ეგ თქვენი კარიერული კიბე ნაწილობრივ იშლება, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგად შეუძლია საბაზისო დავალებების შესრულება ძალიან დიდ მასშტაბზე, ძალიან ცოტა დანახარჯებით. ხოლო თუ სენიორი ხართ, შესაძლოა, რომ სამომავლოდ აღარ ყავდეთ ბევრი ისეთი ჯუნიორი, ვისაც გადააბარებთ თქვენს დავალებებს და ვინც დაგეხმარებათ. თუ სენიორი ხართ, სამომავლოდ შესაძლოა, რომ ჯუნიორების ფუნქცია მოვალეობა შეგისრულოთ ხელოვნურმა ინტელექტმა და შესაძლოა, რომ 3 კაციანი ან 4 კაციანი გუნდის ნაცვლად ყავდეთ 40 კაციანი გუნდი, ოღონდ რეალურად ეს იყოს ხელოვნური ინტელექტი. კომპანიები ცდილობენ, რომ გახდნენ უფრო მოქნილები, რადგან იციან, რომ AI რევოლუცია ხდება, მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო მომენტია, უმეტესობა აღიარებს, რომ ჯერ კიდე საპილოტო რეჟიმში იყენებენ ამ ხელოვნურ ინტელექტს და რეალურ ფინანსურ სარგებელს მაქედან ვერ იღებენ. მთავარი ბარიერი იცით რა არის? ეს არ არის ტექნოლოგია, გვაქვს AI, ძალიან მაგრამ მუშაობს, ძალიან ჭკვიანია, მაგრამ რა ვუყოთ? და აქ იქმნება 3 მთავარი ხარვეს. პირველი არის უნარების გეფი, ადამიანებს არ აქვს შესაბამისი უნარები, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ სასარგებლოდ. მეორე არის სტრატეგიული გეფი, არ იციან ეს ხელოვნური ინტელექტი საით მიმართონ და რაში დაიხმარონ. და მესამე არის სამუშაო პროცესის ხარვესი, ამ ყველაფრის სამუშაო პროცესში ინტეგრებაც, ისეთი მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რეალურად ხელოვნური ინტელექტის ბიზნესში დანერგვა ამ ეტაპზე ყველაზე სასარგებლო და მარტივია იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლები გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და ამით გაზრდიან თავიანთ პროდუქტიულობას. და რეალურად სწორედ ეს ხარვეზებია თქვენი შესაძლებლობა, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოთ სწორად, გახდეთ უფრო ღირებული და არათუ ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაგანაცვლოთ, პირიქით ხელოვნურმა ინტელექტმა გაგიმარტივოთ ცხოვრება, რადგან მომავალში ხელოვნური ინტელექტი არ ჩაანაცვლებს ადამიანს, მაგრამ ჩაანაცვლებენ ადამიანები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს არ იყენებენ. და აქ მივდივართ პირველ, ყველაზე ბანალურ, თუმცა მარტივ სტრატეგიამდე. შენ არავის არ უნდა დაელოდო, შენვე უნდა გახდე AI-ის ექსპერტი შენს კომპანიაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გახდე ან პროგრამისტი, ან მეცნიერი. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ შენ რას წაკეთებ, მაგ ყველაფერში ხელოვნური ინტელექტი უნდა გამოიყენო იდეალურად, ისე რომ შენი სამუშაოდ შეგიმსუბუქოს, შენი პროდუქტიულობაც გაზარდოს და იგივე დროში უფრო მეტი ღირებულების მოტანა შეძლო. სამართლიანი კომპანიის მოწყობის პირობებში ალბათ მეტი ხელფასიც უნდა გადაგიხადო. თუ ვფიქრობ იმას, რომ თუ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტით გავაკეთებ, ან თუ დავეხმარები ჩემ პროცესების ავტომატიზაციაში კომპანიას, ხო არ ჩამანაცვლებენ, მაგრამ პირიქით, თუ არ გააკეთებ, ალბათ მაგ შემთხვევაში უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩაგანაცვლებენ. რითი უნდა დაიწყო? პირველი, ძალიან მარტივად, აუცილებლად გამოიყენე GPT, Claude, Gemini
დაბალი რისკის მარტივი ამოცანებისთვის. შემდეგ ისწავლე პრომპტინგი, კაფეო ინსტრუქციების მიცემა ბევრად უფრო ხარისხიან შედეგს მოგცემს და მესამე რაც შეეხება ჩვეულებრივი პრომპტინგი ზოგადად და ენობრივ მოდელთან საუბარი არის კალკულატორივით, ანუ მარტო ერთ კითხვაზე პასუხობს. ხოლო AI აგენტი კი junior ასისტენტივით არის. ეხლა გამოვიდა მაგალითად Claude-ის Chrome-ის ბრაუზერის extension, რომელიც სასწაულად მუშაობს. შეუძლია რომ დაავალო მაგალითად რომ შენს დრაივზე გადახედოს მთელი ფოლდერის ყველა ფაილს და გადაგიმოწმოს რა როდის განახლდან, ყველა იმეილის მიმოწერა გადაამოწმოს და რაღაც გარკვეული კრიტერიუმით შეაფასოს. ანუ უახლოესი მომავალი არის AI აგენტების, რომლებიც იქნებიან ჩვენი ასისტენტები და ნაცვლად საუბრისა, უბრალოდ ვეტყვით რაღაცას, ისინი წავლენ, გააკეთებენ და ნუ რაღაც კონკრეტულ შედეგს მოგვიტანენ. და ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ამ შედეგის შეფასება მოგვიწევს. ოკეი, თქვათ ისწავლე ეს ხელოვნური ინტელექტი შენი ისწავლე რა გამოიყენე რეალურად ხელოვნურ ინტელექტს დიდად რავი რა სწავლა სჭირდება, ალბათ უფრო მეტად გამოყენება სჭირდება. შემდეგ ეს ყველაფერი უნდა გააზიარო, მაგალითად თუ რაღაც შეიმუშავე რითი შეამცირო რეპორტს მომზადების დრო რავი 10 საათიდან 9 საათამდე, თუ ამას გააზიარებ, ყოველს გამოადგება და საერთო ღირებულებას შექმნე. და რეალურად ეგ ხდის შეუცვლელს, ანუ ის რომ შენ საერთო ღირებულებას შექმნი და ის რომ შენ სისტემის გაუმჯობესებაში მიიღებ მონაწილეობას, მანდ არის მთავარი მუღამი, რატომაც ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაგანაცვლებს. თუ ხარ უბრალოდ შემსრულებელი და უბრალოდ ტასკებს აკეთებ, ხელოვნური ინტელექტი რა თქმა უნდა ჩაგანაცვლებს და თან ჩაგანაცვლებს მალევე და თან ჩაგანაცვლებს უმტკივნეულად, მაგრამ თუ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ცდილობს რომ ან სისტემა გაუმჯობესოს, ან საერთო ღირებულება შექმნას, მაგ შემთხვევაში ნუ შენი წამსვლება არავის არ უღირს. ამიტომ რაც გააკეთებ, შენს პროცესებს რითაც გაუმჯობესებ, ეგ ყველაფერი აუცილებლად გააზიარე, რომ ყველამ გამოიყენოს შენს კომპანიაში. რაც შეეხება მეორე სტრატეგიას, ხელოვნური ინტელექტის მოდელები უბრალოდ პროგნოზირების მანქანებია და არა მოაზროვნე არსებები. მათ არ აქვთ ჩაშენებული განშთის უნარი. არ იციან რატომ ამბობენ იმას, რასაც ამბობენ. და აქ შემოდიხარ შენ ადამიანი და უნდა მოექცე ხელოვნური ინტელექტს ისე როგორც ძალიან ნიჭიერ, მაგრამ ნუ გამოუცდელ სტაჟიორს. ის სწრაფად მუშაობს, იცის ბევრი ფაქტი, მაგრამ შეიძლება იყოს სრულიად მცდარი და თან ძალიან თავდაჯერებული, ანუ იგივენაირი თავდაჯერებით გითხრას სიცრუეც ან მოგონილი ჰალუცინაციაც, როგორც სიმართლე. ხოლო შენი მთავარი ღირებულება ამ შემთხვევაში არის ის, რომ გახდე რედაქტორი, გადაამოწმო ფაქტები, დაამატო ნიუანსები და კონტენტი, ანუ შენ უნდა განსაჯო რამდენად სწორს გეუბნება ხელოვნური ინტელექტი და მისცემას მიმართულება, მან უბრალოდ შავი სამუშაო უნდა შეგისრულოს. სამყაროში, სადაც ნებისმიერ ტიპის კონტენტი შექმნა ძალიან იაფია, სანდოობა გახდება ყველაზე ძვირადღირებული აქტივი. მაგრამ არის ერთი რამ, რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს დააკოპირებს და აქ გადავდივართ მესამე სტრატეგიაზე. სტრატეგია ნომერი 3. დაეუფლე ადამიანებთან კომუნიკაციის უნარებს. რაც უფრო ციფრული ხდება სამყარო, მით უფრო ფასობს ადამიანური ურთიერთობა. მომხმარებლები მზად არიან, რომ გადაიხადონ უფრო მეტი გამოცდილებისთვის და გამოცდილების, რომელიც არის პერსონალური. მომავალი ეკუთვნის პროფესიონალს, რომელიც ფიზიკურად ჩანს, რომელიც ფიზიკურად არის წარმოდგენილი და არა უბრალოდ რაღაც მანქანას, რომელიც ტასკებს ასრულებს. მომავალი ეკუთვნის მენეჯერს, რომელიც დროს უთმობს თანაგრძნობას და ემპათიას, ხოლო ყველა ძლიერ ლიდერებს და წარმატებულებს არ აქვთ მხოლოდ ტექნიკური უნარები, არამედ ესმით ადამიანების ფსიქოლოგიაც. და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს იდეაში ჩვენ? კვლევები აჩვენებს, რომ მომდევნო წლებში ყველაზე მოთხოვნადი უნარები იქნება კომუნიკაცია, ლიდერობა, ემპათია, ზუსტად ხელოვნური ინტელექტის გვერდით ოღონდ. რადგან ხელოვნური ინტელექტი ამას ვერასდროს გადალახავს. და ბოლოს, თუ ხელოვნური ინტელექტი აკეთებს იმას, რასაც შენ აკეთებ დღეს, რა დაგრჩება ხვალ? მეოთხე სტრატეგია. პირველ რიგში უნდა აღმოაჩინო და მეორე რიგში უნდა დაეუფლო შენს შეუცვლელ ძირითად კომპეტენციას. ცვლილებები, რომლებსაც წლები სჭირდებოდათ, ეხლა ხდება თვეებში. ხოლო იმისაც, რომ უსაფრთხოდ დავრჩეთ, უნდა შეხედო შენ საქმეს ისე და იპოვო ის ნაწილი, რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ შეცვლის. ეს შეიძლება იყოს 20% ამ საქმე, შეიძლება იყოს 5%, შეიძლება იყოს 60% და მაგ შეზღუდულ პროცენტში უნდა გახდეს საუკეთესო. ანუ იმაში, რასაც ხელოვნური ინტელექტი შენ საქმეში ვერ შეცვლის, უნდა გახდე მსოფლიო დონის. ანუ ორეტაპიანი ლუპი გვაქვს. პირველი, უნდა იპოვო და დაადგინო ის, რასაც ხელოვნური ინტელექტი შენ საქმეში ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს. ან დიდი ხანი ვერ ჩაანაცვლებს. და მეორე, მაგ კონკრეტულში უნდა ისწავლო, უნდა განვითარდე და უნდა გახდე სწორედ მაგ რაღაცაში მსოფლიო დონის. თუ ეს იქნება მაგალითად კონკრეტული კოდის შეფასება ან მერე პროექტს მორგება, მაგაში უნდა გახდე საუკეთესო. ანუ რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ შეცვლის, სამომავლოდ არა ეხლა. ეგ უნდა იყოს შენი მთავარი კომპეტენცია, იმიტომ რომ დღეს ხვალ
ადრე თუ გვიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ეს ცვლილებები შედარებით გვიან აისახება რეალურ ბიზნეს პროცესებზე, ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი მაინც შეგვეხება და ამიტომ ჯობია რომ დღესვე დაადგინოთ ის ნაწილი, რასაც ხელოვნური ინტელექტი თქვენთან ვერ ჩაანაცვლებს. რეალურად ეს დადებითი მოვლენაც არის, რადგან ადამიანებს ნაკლებად მოუწევთ შავი რუტინული ტექნიკური სამუშაოს შესრულება და ამის ნაცვლად ბევრად უფრო კრეატიულ საქმეს გააკეთებენ სავარაუდოდ, ან უფრო მეტად იმას გააკეთებენ, რაც მოსწონთ. და ასევე ნებისმიერ ადამიანს ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ თავის იდეას ფრთები შეასხას. მაგალითად, კლოდის ბოლო მოდელი 4 და 5, ბოლო 1 თვეში დაწერა თვითონვე კლოდმა 100%. ანუ ეს ცვლილებები ადამიანებს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი ჩვენი იდეა რეალობამდე ბევრად უფრო მალე და ბევრად უფრო ნაკლები დანახარჯით მივიყვანოთ. და ბოლოს ყველაზე მთავარი, ადრე როცა გამოიგონეს მანქანები, ადამიანის ფიზიკური ძალა გახდა არარელევანტური. ხოლო დღეს როცა ხელოვნური ინტელექტი უკვე ამ დონეზე მივიდა, როცა თითქმის ყველა ბოლო მოდელი ერთმანეთის მსგავსია, ზიჭკვიანის დონით, შესაძლოა რომ ინტელექტი გახდეს არარელევანტური. ამიტომ სამომავლოდ ის კი არ გაიმარჯვებს, ვინც ყველაზე ჭკვიანი იქნება. არა, ხელოვნური ინტელექტი ყველას ექნება. გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე სწრაფად იმოქმედებს, ან უბრალოდ იმოქმედებს. ამიტომ ამ ვიდეოში მოცემული სტრატეგიებიდან რომელიმე აიღე და ხვალვე კვირაობით იდება ხოლმე ეს ვიდეო, ხვალვე დაიწყე შენ სამსახურში მისი გამოყენება. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, არხს ეს ძალიან დაეხმარება განავითარებაში.